ბოდიში 25 თან 25 ჯერვე დაბმული ვარ. თამაფესი 25 ჯერვე. მე ცოტა დამჯერე ვარ იქ რო შევდივარ ჯობია დაუჯერო თორე მაინც გაბავენ და ნებსებს გიკეთებენ. ვიცი, მაგრამ ხანდახან ვერ ვისა რა ქვია, ვერ ვიმორჩილავდი ხოლმე თავს და ისე რა გითხარი, საწყალო რა დამპლები არიან ისე მიგაბავენ და ძალით რო გიკეთებენ ნებსებს დამპლები. თან ისე დღეში ვაგდებდი, ვაგინებდი და საგინებლებზე მეტი არ არიან, საცოდავები ეშმაკს ემსახურებიან, მაგრამ ვერ ხვდებიან და ცოდები არიან. რა ხდება მაგით? და მე ქუთაისელი კაცი ვარ და იმერეთის ცოტა ჯობია თბილის, არ ვიცი საიდან ახარ, მაგრამ იმერეთში ცოტა სისუფთავი არის ბევრად, ვიდრე დასავლეთში და დანარჩენი მშვიდობა. წარმოშობით იმერელი ვარ ხარაგაულიდან ვარ, წარმოშობით. თողან თბილისში ვარ დაბადებული და ხარაგაული ვიცი. პადელნიკი მყავდა ხარაგაულიდან. ხარაგაული ვარ და თან ხარაძე ვარ. ღმერთმა ხელი მოგვიმართო, შენ გეხუთუნე, ღმერთმა ხელი მოგვიმართო. ღმერთმა ხელი კი არ მოგვიმართოს. ნახე. მოგვიმართოს კი არა, წარსულში მოლაპარაკო. მე გასწავლი ახლა შენ კაი. მოგვიმართოს კი არა, ღმერთი ჯერ ესე ჩვენთან არის. ყოველთვის და ხელს გვიმართავს ყველგან და ყოველთვის და ანუ როცა იტყვი ხოლმე თქვი ესე რომ ღმერთმა ხელი მოგვიმართოს კი არა ღმერთი ხელს გვიმართავს ყველგან და ყოველთვის ან დაამოწმე ღმერთი ხელი რა კარგია უნდა ვისწავლო ნელა ხო უნდა ვისწავლო ნელა კი ღმერთი ხელს გვიმართავს ყველგან და ყოველთვის დიდება უფარს ღმერთი ისე ხელს გვიმართავს ყველგან და ყოველთვის კარგი სიტყვებია შევეცდები რომ ვისწავლო კი დავფიქრები მაგაზე ჩვენ ის რა არის იცი ჩვენი შეცდომა რაში არის და სად ვწდებით ხოლმე იცი და აქამდე რატო ვერ გამოვდიოდით ამ მდგომარეობიდან ეხლა მე შენ აკიხსნი ანუ ნახე რაღაცას რო ვიძახით ვლაპარაკობთ წარსულში ან აწმყოში ეს ან წარსულში ან მომავალში და უნდა ვისაუბროთ ყოველთვის აწმყოში ან ნახე მაგალითად აი სიტყვაზე აი ღმერთმა დაგლოცოს მაგალითად აი ღმერთმა დაგლოცოს გლოცავს უფალი არა ეხლა არა ნახე ჩვენ ისედაც დალოცვილები ვართ იმიტომ რომ ქრისტე რომ მოვიდა ნახე როგორი რაღაცა გითხრა ნახე ესეთი რაღაცა გითხრა რომ ღმერთმაო თქვენ მოგეტევათ ყველა ცოდვებიო ანუ ნახე ის კი არ უთქვია რომ ისაო რა ქვია რო შეცდებითო მერე მოგეტევებათო ანუ აპრიორში სანამ შეცდებითო იქამდეც უკვე მოტევებული გაქვთო ანუ მიხვდი რას გეუბნები ხვდები აპრიორშივე უკვე ანუ ნახე კი არ მოგეტევებათო ნახე როგორ თქვა თქვენო მოგეტევათო თქვენი ცოდვებიო ანუ უკვე მოგეტევათო თავარია ადამიანმა შენ თვითონ აპატიო შენ თავსო რა შენი თავის პატიება რა არის აღიარება და სინანული ხო მაგია ხო მე რო აღიარო და მოინანიო რომ ბოდიში მოთხოვო უფალს ხარე ნახე ანუ ნახე ღმერთს აპრიორში უკვე ნაპატიები აქვს დიახ რაც უთიდანაც შენი ითხოვი რომ ღმერთო შემინდე და მაპატია იმ წამსვე ნაპატია ან დრო არ უნდა იმ წამსვე ნაპატიები გაქვს თავარია შენ თქვა რაც უჩივე შენ იტყვი იმ წამსვე ნაპატიები გაქვს ან ხვალზე ამაზე კი არ გაპატიებს რო იტყვი იმ წამსვე ნაპატიები გაქვს ანუ გულწრფელად რო აღიარებ რა მიხვდი რასაც ვიძახი ვცდილობ რომ მიხვდი კი და ნახე ამითი რა გვასწავლა იცი რომ ანუ მომავალში კი არ ვისაუბროთ ანუ ღმერთმა დაგლოცოს კი არა და ღმერთზე ბარებოდე კი არა ანუ ჩვენ ისედაც ღმერთთან ვარ ჩაბარებულები ისედაც ვებარებოდეთ კი არა ოდესღაც და სადღაცას ეხლა ვართ ამ წუთას ვართ ჩაბარებულები
არსად არ ვებარებით იქ სადღაცას მომავალში. ამ წუთას ვართ ღმერთთან ჩაბარებულები და ამ წუთასაც ვართ დალოცვილები. დიახ, კი. ამ წუთასაც ვართ დალოცვილები და ერთი წუთის წინაც დალოცვილები ვიყავთ. და ერთი წუთის მერეც დალოცვილები ვიყავით. დიახ, გეთანხმები. კი, არა სიტყვები უნდა ვისწავლო ნელა-ნელა, მეც ახლა ნახე ქრისტე რას გვეუბნება, ღმერთი რას გვეუბნება, ქრისტემ და ღმერთი გვეუბნება, რომ ისა რა ქვია, პირველად იყო სიტყვაო. და ჩვენი თავარი ამოცანა რა არის, რომ მეტყველება, ნახე, იმეტყველე ქართულად რო იძახიან. ნახე, თვითონ სიტყვა გეუბნება, რომ ქარ რთულია არისო. არ ვიჩქარ. იმეტყველე ქართულად კი არა. იმეტყველე გამართულად, მართებულად. უნდა იყოს ესე. ქართულად კი არა, გამართულად და მართებულად. ანუ ჩვენ უნდა ვიმეტყველოთ მართებულად, გამართულად. მიხვდი რასაც ვიძახი? მართებულად კი, აუჩქარებლად კიდე. შვიდად. 7 იყავითო თქვენ ვითარცა მე ვარ რომ 7-იო. დიახ. უნდა ვისწავლოთ ყველაფერი, დიახ. კი. ხო და ეხა ისა რა ქვია. ხო და ჩვენ უნდა ვაფრქვიოთ სიკეთე და სიყვარული. ჩვენ არ შეგვეფერება, არც არავისი დაწევლა, არც არავისი ზეცუდის თქმა. ნახე, ჩვენ თუ იმათნაირად მოვიქცევით, ესე იგი ჩვენც იმათ ვემსგავსებით და ჩვენ არ გვინდა რომ იმათ დავემსგავსოთ. ხო, რა თქმა უნდა, არ გვინდა, მაგრამ მაინც მე პირადად ხანდახან ვერთო კავთავს და მეცხილვები რომ აქვს ხანდახან ვიცი მოოხრება გულისხო და გოდებით ხანდახან ველაპარაკები Facebook-ზე ქართულად ხარს. რა ვქნა ხო, მე ბუდიშება, მაგრამ მეს რომ მქონდა ხილვები გოდებები მაქვს ჩაწერილი და ხანდახან უყვები ამ ნახე დღეს მე ვუსმენდი იმას რა ქვია მეხუთე პორტალი რა არის იცი შენ რამდენი წლის ხარ ანუ ესა შენობით რომ მოგმართავ უხერხული ხო არა წლოვანობა 71-იანი ვარ 12-ის თუ 13-ისა 52-ის თუ 13-ისა ვარ რა 53-ის 12-ის ხო არ ყოფილა დიდი სხვა ჩვენ მე 53-ის დღეს ვუსმენდი ზუსტად რუსულად რა რუსული იცი მე რუსული მეფსალმონე ვარ მე ფსალმუნებს უყვები ხართ მე გვერდი მაქვს YouTube-ზე ხო და ყოველდღე ლოცვებს უკითხავ რუსეთს 20-30,000 კაცი მყავს დამსწრე ყოველდღე შენ გეხუტუნე აბა რუსებს ლოცავ ჩვენიერი აი რუსებს რო ლოცავ ქართველებისგან ქართველები ძალიან ცოტა ვართ დაო და მაგენმა ჩვენ თუ არ მოგვეხმარენ ჩვენ გაგვანადგურებენ მაგენი მილიონები არიან მე ფსალმუნებს უკითხავ არა და ხე შეცდომა სად არის უყურე სად გვიჭერს შეცდომა სად გვიჭერს უყურე ეხლა ნახე არავიდან გვუყავს ერთი წუთი გეტყვი ახლა ანუ ეგ არის ჩვენი ეგ მხარეები, ანუ ეგ ცუდიც და კარგიც არის ჩვენი მხარე რა, ორივე. ანუ ეგ ცუდიც ჩვენს შემოიცა თმა გავისწოროთ. ეგ ცუდიც ჩვენია და ეგ კარგიც ჩვენშია, ყველაფერი ჩვენშია საბოლოო ჯამში და გესმის რასაც გეუბნები, ანუ ცუდიც ჩვენშია და კარგიც ჩვენშია. ეგ ცუდ ჩვენგან არის აღმოცენებული და კარგი ჩვენგან არის აღმოცენებული. ანუ ჩვენ თუ არ ვისწავლით, რომ აღიაროთ, რომ ეს ცუდი ჩვენია, ეს კარგი ჩვენია, უბრალოდ ვაცხადებთ, რომ ანუ ცუდი ჩვენია, მაგრამ ცუდის თვისებებზე, ანუ ცუდი მხარის თვისებებზე ვაცხადებ უარს. თორე ეს ცუდი ყველაფერი რაც ხდება, ეს ჩვენია. დიახ. ანუ გასაგებად თქვი თუ მეთანხმები, ჩვენი რო
ცუდია რომ ჩვენია ვინც ანუ ცუდი მხარეც ჩვენია ჩვენია დიახ ხო და ანუ ის ბოროტ პირობითად რასაც ჩვენ ბოროტს ვეძახით მე მაგალითად მაგრად მიყვარს სიმართლე რომ მინდა რომ არ შეეშინდეს ჩვენი მე ბოროტს იმიტომ რომ იგიც მე რომ დამიდგეს ახლა წინ ანუ მე რომ დამიდგეს აი ჩავეღუტებოდი და ვაკაცედი თავზე ხელს გადავსვე აი ჩვენი ყველა ბოროტ ცოდვები არიან ეს ხალხი ყველა ასე ჩასახუტებელი არის შენ გეხუტუნე ყველა ცოდვა არის ყველა გაიღვიძებს და გამოფხიზდეს ამინ უნდა გაიღვიძო რა პარა ჩვენი თავი არიცი რომ ანუ ჩვენ ვინც ესე ვფიქრობთ ჩვენ არ გავჩერდეთ და კიდე წინ წავიდეთ ხვდები ანუ ეს არ არის ბოლო საფეხური და ანუ ეს ისეთი სულა არის რომ ამას ჯერ ესეთი საფეხური ბოლო არც აქვს ანუ სულ მიდიხარ სიკვდილამდე სიკვდილი არ არსებობს ანუ ბოლომდე სიკვდილი იწყება მაშინ როცა შენ ფიქრობ რომ всё მე უკვე ბოლო საფეხურზე ვარ და ჩერდები ანუ როცა ჩერდები მან იწყება უკვე სიკვდილი ანუ და როცა ფიქრობ რომ მიდიხარ აი ხლა ეს მერე ის ანუ ესე იგი ისა რა ქვია მიდიხარ და ვითარდები და სიკვდილი არ არის ხო მართალი ხარ და ისა რა ქვია რა უნდა მეთქვა ანუ ნახე რუსებს როგორ აქვთ დღეს ვუსმენდი რუსულად ამ იმას რა ეხლა რაც გესაუბრები და რუსებს აქვთ მე-7-ცა ანუ რუსები არიან განვითარებული მაგის იქით ვერ წავლენ რუსები არიან განვითარებული მე-7-3-მდე და რატო ეხლა გიხსნი იცი ეს რამდენიც არის სულ სულ 9 ჩვენ 9-ცა გვაქვს მე ცოლი მყავს კიდე რუსი და ერთი ცოლი ჩემი რუსია და შვილი მყავს რო იცოდე და მე ძალიან მაგ ხალხი ძალიან მეამება და მაგენიშვილაც მინდა მე ბებია უკრაინელი მყავდა კაცო და მეც მიყვარს მე ყველა მიყვარს მე ანუ ცუდს კი არ ვიძახე ხა ჯერ ესეთი ცუდი და კარგი რომ დაიმახსოვრე ვიცოდე არ არსებობს პირობი დიახ არ ხარ არც მე არა ვარ იხარ როგორიც ხარ და მეც ისეთი ვარ როგორიც ვარ ანუ ცუდად კი არ ვიძახე უყურე უბრალოდ თვითონ რუსულ ენაში არ არის მეტი განვითარება არ არის მიხდი რა გამოდის იცი ჩემი ქართულით და ჩემი რუსულით მე პატარაობიდან მამა ჩემიც იქ იყო ხო და წყაროა ვარ მე მაგენისთვის რამდენი ერთ დილას ახლა დღეს ლოცვა წაუკითხე 30000 ადამიანმა მოისმინა 1-2 საათიანი ჩემი ლოცვა გაიგე წყარო ვარ მათთვის და მინდა რომ ვკვებო იმიტომ რომ მომსა ღმერთმა ფსალმუნები დაზეპირებულ ღმერთმა ეხლა როგორ უნდა გითხრა ეხლა კი არ უნდა გითხრა ღმერთმა შეგაძლებინოს არა უყურე როგორ უნდა გითხრა ეხლა და როგორ გეტყვი უყურე მომისმინე მადლობა ღმერთს რომ ამდენი და ეს ყველაფერი შეგაძლებინა მადლობა ღმერთს და მე ამას ვამბობ ეხლა ჩემი სიტყვებით რომ ეს ყველაფერი შენ უფალმა ღმერთმა შეგაძლებინა და უფრო მეტი შეგაძლებინოს ამინ თქვა შეიძლება ამინი რა თქმა კი ხო რა თქმა რა ცოტა ხანდახან მაეჭვებდა ამინ ის არის დამოწმება რა ანუ ამინს რო იძახი ჩემს სიტყვას ამოწმე ანუ წერტილს უსვამ რა ასე ვთქვა ჩამებეჭდა კიდე თავში რომ მიწა სადაც დავდივარ სადაც ვარ იქ ყველგან ღმერთის სავალია და ფეხებს უკოცნი უფარ სულ ხშირად კოცნი მიწა სადაც ხო დიდება უფარ საბა რა ხატებად გაგვაჩინა და ღმერთები ვართა მაგე არ გაგეთო შენ გაგიხარია გაიხარე კი არა შენ გაგიხარია მაგარგათა ვარ დიდება უფა ფსალმუნება შემცვალა დაო რუსეთში დედა უარი ერთი და იმან მასწავლა ფსალმუნების გალობა სლავურ ენაზე ძველ სლავურ ენაზე გაიგე ავები მაგრებია მე მაგენმა მასწავლა მაგენაზე ვგალობ მე მართლა მადლობა ღმერთს მადლობა უფალო ხო გამოგიგზავნე ჩემი მას გვერდს მე YouTube-ისას გამიგზავნე ხო ის გამოგიგზავნე მე ქართული იგი მაქვს უფალოს როსვა ხო და
უფალო იესო ქრისტეზე ოღვთისაო სახელი შემიწყალე მეცოდვილი და ყველაზე მეტი ნახვა აქვს ჩემ გალობას YouTube-ზე ჩემდენი არავის არ აქვს ელოცვა გუში ერთი გუში რატო შეგეშინდა თუ გუში მეშინიაო თამარო რო უთხარ მეშინდა ხალხი რო წამოიწია ცოტა თქვენსკენ ტელეფონი რო წაართვენ იმას ტელეფონში ხო ჩემთვის ცუდად გამოჩნდა ტელეფონში რო ეცა რო შეგეშინდა ანუ რა გაკეთე იცი შიშის ენერგია გაუგზავნე როგორ იმას ხო და ნახე არ უნდა შეგეშინდეს ანუ ღმერთის როცა წამს შენ ხო იცი რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერში მართავ ღმერთო რომ მოინდომოს მოკლა მაგისი თავისი შეცდომების გამო არ მინდა რომ მოეკლა ან გაელახა და ამის შემეშინდა ნახე მომისმინე ნახე საიდან მოდის აზრი რომ მოვა ანუ ეგ სანამ ეგ გააჟღერე ჯერ ხო აზრი მოვიდა აქ ხო დავფიქრდი ანუ ჯერ ხო აზრი მოვიდა და მერე გააჟღერე და აი აზრი რომ მოვიდა, აი ვისგან მოვიდა ეგ აზრი? იასნა ბოროტისგან. იმიტომ მერტი ეგეთ აზრს არ მოგაწოდებდა. კი ბატონო. და ანუ შენ ნახე იმ მომენტში ანუ ღმერთ ეშმაკის ანუ ეშმაკი არ ვიხმართ, მოდი ეს სიტყვა ვიხმართ, მაცდუნებელ აზრს მოусმინე. და მაცდუნებელი აზრი გაიზიარე იმ წუთას. და მაცდუნებელ აზრს აყევი ესე ვთქვათ და მოусმინე და დაუჯერე და ნახე ეგეთი აზრი რომ მოგივა ეგრევე მხარად რა კაცურად და ვაჟკაცურად უნდა უთხრა რა ისა რა ქვია ეგრევე წაშალო ეგრევე ანუ აპრიორშივე იქვე წაშალო და ეგრევე თქვა რომ მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ რო ეხლა თამართან არის ღმერთი. მართლობა არა მაქვს, მე ჯერ ვერ ცოტა შიშა არა ვარ მაგ საკითხებში უფალთან და მაგი კიდე შეიძლება უფრო უნდა გავძლიერდე, შენ გიხუდი შემეშინდა, მაგრამ ტელეფონი ხო იცი ცოტა მოვთქვი, ხელი ხო არ დაარტყა. მე ვიყავი, ქრისი შეგეკითხა, გადავდგა. ფოქსნով და მიყვე დაუდიდება უფალ ნელა გაგვაძლე უფალმა იქნება უფრო მეტი შეგმატოს გაგვაძლიეროს მოგვეხმაროს ჩვენ მე შვილების სადარდებელი გამიხდა იმიტომ რომ არ მინდა რომ ჭიბზე საყურე ეკეთოს არ მინდა რომ ფეხზე მექალები მეტროში თბილისში ვიყავი კინაღა მოხდი ქართველები მეტროში ფულს მათხოვრობენ და მე მახსოვს საბჭოთა კავშირი რა კარგად ცხოვრობდი არ მინდა კაპიტა ერთი რო იყოს მილიარდელი და დანარჩენი მათხოვრები რო იყვნენ იგი არ არის ქრისტეს გზა გაიგე და მინდა ეს ყველაფერი რო შევცვალოთ ჩვენ ქართველებს მასე არ გვიცხოვრია და მეფეები მასეთები არ ყოლია ჩვენ ხო და მინდა რომ მეფობას მოვიდეს საქართველოში ესეც მინდა იმიტომ რომ წმინდანი პრეზიდენტი და კანცლერები არ გამიგონია და მეფეები ბევრი არიან წმინდანები ბევრი გაცუდებიც არიან მაგრამ ბევრი წმინდანებიც არიან და მეფობა მინდა რომ მოვიდეს ისე საქართველოში და ნუ ქრისტიანოს ვინც ავარ ჩვენი გაგების ხალხი ვინც არიან რა ყველგან არიან უფრო მეტად ეხლა ხო ასე სათქმელად რო ვართ რუსები ვართ და ქართველები და სერბები და ისინი და უფრო ჩვენ იქნება ნახე ეხლა მომისმინე ნახე ყველა ეგრეა კი ბატონო კი სიყვარული აქვს ნახე როგორ არის ბაბილონის გოტოლი რო იყო ანუ მაშინ ხო ყველა ერთ ენაზე საუბრობდა და მაშინ ხო ღმერთმა ენები აურია და ენები რო აურია რა მოხდა იცი ანუ შესაბამისად ეს სიბრძნე მთლიანი რაც იყო ეს ენა სიბრძნე მთლიანი რაც იყო ნახე ესე რომ აი პაზლი რა ხო იცი პაზლი რაც არის სურათი რო არის აწყობილი ხო იცი აი წარმოიდგინე ეგ სურათი რო არის აწყობილი ეგ რომ გადმოყარო დაშალო და ესე მოფანტო რა და აქედან გამომდინარე ეს მთელი სიბრძნე არის მოფანტული მთელ დედამიწაზე დიახ ანუ ესე ვერ ვიტყვით რომ დაუშვათ რუსები არიან მგრებიან სლავა ენა შენ გეხუტუნე შენ ქართული ხო იცი რუსული მე ეს ორი ენა ვიცი და ამერნებიც ვარგებ ვინც ეს ენა იცის აი ამით მინდა შეერთება გაიგე ნახე მე თურქულიც ვიცი ანუ კარგია რუსულიც ვიცი და ისიც ვიცი ანუ ქართულიც კარგად ვიცი რა გამართულად და ანუ თურქულშიც ბევრი საინტერესო რაღაცები ხდება, რო იცოდი რა. როგორ არის
ეს ხო იცი, ნახე სალამ ალეიქუმ. ხო გაგი? კი. და მე ის რო იუბნება ალეიქუმ სალამ. მია. ხო იცი ეს? იცი რას ნიშნავს? ნუ ახლა გამარჯობა გაგემარჯვესავით ალბათ რაღაცას. არა, ნახე, ანუ ჩვენ როგორც ვიცით აღდგომის დროს, რომ ქრისტე აღსდგა და ჭეშმარიტად აღსდგა, ისინი რას იძახიან, იცი? სალამ ალეი. ალეი არის რო შეაბრუნო ელია არის. და ეს ეუბნება, რომ ელია მოვაო. და ის ეუბნება, რომ კიო ნამდვილად მოვაო ელიაო. ანუ ის უმოწმებს. და ამას ნიშნავს, ოღონდ თვითონაც არ იციან ეს რომ ამას ნიშნავს. საქმე რაშია, იცი, იმიტომ რომ ელია ქართულად იხსნება, რომ ელია არის, თორე თურქულად ელიას ვერ ახსნი, რომ ელია არის. დიახ, გავიგე. ანუ ქართული ამბანით იშიფრება ეს. და ამას ხვდებით ჩვენ. თორე ის ვერ ხვდებიან, მაგრამ იმათ ნახე, ყველა ეროვნებას აქვს თავისი გასაღები. ანუ ყველა, მაგრამ ნახე საქმე რაშია, ეს ყველა გასაღები თუ არ გაიხსნა, ანუ ბოლო ჯადოსნური გასაღები არის ჩვენი. ამათმა ყველა უნდა მიაგნოს და ეს გასაღები გახსნას, ანუ თავისი პაზლი უნდა მოიწანოს ყველა აქ ჩვენთან. დადოს და ბოლოს რა ხდება, იცი? ყველა რო ამ პაზლს აწყობს, იცი რა ეწყობა? ანუ ქართული სურათი ეწყობა. ქართული სურათი რას ნიშნავს? ანუ ჩვენი მხარე ეს რაღაცა ეს იბერია თუ ეს ტერიტორია ეწყობა რა, როგორც ფიქრობ მე. მაქამდე მიგვიყვარა და ბაგერასო და გამოვიდეს ვერ. მოვისმინე ჩვენ, ანუ მიგვიყვარა რა თავისთავად ნახე, ანუ დარწმუნებული უნდა იყო, რომ მიხვალ მაქამდე, ხო ხდება? ანუ დარწმუნებული უნდა იყო. ამინ, დავა ღმერთმა გვიშუროს. ამინ. მაგრამ რო დარწმუნდე, საქმე რაშია, იცი, რო დარწმუნდე, ანუ ცურვას ვერ ისწავლი სხვაში თუ არ შეხვალ. ხო, ეხლა გარეთ ხელებიც არ უნდა აქნიო, ანუ ვერ ისწავლი, აზრი არ აქვს. და რო დარწმუნდე, რა უნდა გააკეთო, იცი? საკუთარი თავი ჯერ უნდა დაარწმუნო და როგორ უნდა დაარწმუნო სიტყვით. რა ადამიანი გამეჩითე, შენ გეხუწულე, რა გაია? გიშდები ქუთაისლებზე, მაგრამ დიდება უხარს, ხო, ადამიანი კარგია, ხო, დიდება უხარს სანკარი. ხო, თან იმერლები ეხლა, ხო, იმერ. ხო, ქუთაისელი ვარ გაქანეული. და მაინც ის არის, რა ქვია, რაღაც საერთო ისა გვაქვს, ხო, იმერული. ის რა ქვია და სიტყვით უნდა თქვა. ნახე, სიტყვით რო დაამოწმებ, ნახე, ანუ ეხა ხო თქვი, რომ როგორ თქვი, რა მითხარი? აი ესე გამახსენდეს. თუ მივალო მაქამდე თუ როგორ მითხარი? თუ მივედი მაქამდე თუ მიმიყვანა უფალ. ნახე, ეს ვიგეპარება თუ საერთოდ არ უნდა ახსენო, ასე გამოდის. ეს ვიგეპარება შენ თვითონ, შენ თავი. ღმერთო, მიმიყვანე. ასე? არა. მე დარწმუნებული ვარ ამ გზას. ვერა ვარ, ჯერ მაგხელა შეგნებამდე და ღმერთმა მიმიყვანოს. ერთი ხო და მაგიტო გითხარი, ანუ ცურვას ვერ ისწავლი, თუ სხვაში არ შეხვედი და სხვაში რო შეხვალ, ანუ ნახე, სიტყვა გაძლევს მე ამ ანუ ხო იტყვი და მე ნათქვამი გარწმუნებს. მალე მიმიყვანე უფალო, ასე? არა, უყურე, კეთყვი ხო, უყურე. ღმერთო როგორც დარწმუნებული ვარ ეხლა რომ მართებულად მივდივარ ჩვენ გზაზე, დარწმუნებული ვარ ამ გზას გავივლი მართებულად და დარწმუნებული ვარ მივალ დანიშნულების ადგილზე. დამარწმუნე ღმერთო, ეგ ის არ ვარგა? მომეცი რწმენა. მომეცი ხო, იმიტომ რომ მე ჯერ მაგხელაზე ტრაგი არ მაქვს, მაგხელა ჯერჯერობით. ქვი, თავადია თქვა. უფალო, მომეცი სიძლიერე. კი, ასე დავიწყებ ლაპარაკსაც. არა, ესე თქვი, ანუ მე რასაც გეუბნები, გაიმეორა. ეხლა რას გამეორა? თავიდან თუ იყვი, ეხლა ვეღარ გამემეორა. კეთო. ღმერთო, მე დარწმუნებ, ანუ ნახე, შენ აცხადებ, ნახე სამყაროში აცხადებ და ღმერთთან აცხადებ, რომ შენ მზად ხარ ამისთვის. მიხდი, შენ მზად ყოფნას აცხადებ ამით. და ითხოვე და მოგეცემა.
ანუ შენ თუ აცხადებ ამ სიტყვიერად თუ აცხადებ მზად ყოფნას, ანუ თუ იძახი რომ მე მზად ვარო, მერე გეძლევა ის მზად ყოფნაც გეძლევა და ისიც გეძლევა. ხო, ჯერ უნდა განაცხადო, ან განცხადება უნდა გააკეთო. ღმერთო, მზად ვარ. თავი დავდო. შენთვის უფალო უნდა თავის დადებას არ გთხოვს, უფალი გთხოვს რომ სიყვარულში სიყვარული და ნახე შენ ახლა თორე მოვიფიქრებ რამის ისე არა შენ ახლა მსხვერპლშეწირვისკენ მიდიოდი ან თავის დება მსხვერპლშეწირვას არ გთხოვს ღმერთი ნახე არ გთხოვს ნახე შენ გთხოვს სიყვარულს და როგორ სიყვარულს იცი ჭეშ ნახე ლოცვაში როგორ გვეუბნება უყურე ახლა მაგარ რაღაცას და გაფიქრებ თუ არ გიფიქრია ამაზე გული როგორი არის გული წრფელი არის გულიდან ამოდის ყველანაირი ზრახვებიო კარგიც და სუდიც არა წრფელი რომელი სიტყვა შეეფერი ბაბა მაგას ვერ გადაგითარგმნი მიახლოებით წრფელი ალბათ რაღაცა კარგს ნიშნავს ხო სუფთას ნახე არა გადათარგმნეს არ გამიყენ ნახე სიტყვა ხო არსებობს გულწრფელი ნუ რა მაინც კარგს ნიშნავს რაღაცას ბევრი არ ვიცი უყურე ლოცვაში კიდე როგორ არის უყურე ლოცვაში როგორ არის თუ დაკვირვები ხარ ოღონდ დარწმუნებული ვარ ამას ხშირად იმეორებ გული წმინდაი დახბატი ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ანუ რა გამოდის გული წრფელი კი არ არის გული არის წმინდა და სული არის წრფელი ხო ახლა მაგ სიტყვებით მასე გამოდის ანუ ლოცვაში ხო ესე ვითხოვთ კი ახლა ლოცვას გააჩნია ხო ასე ვითხოვთ კი ახლა ფსალმუნებში და იმა ხო გული ახლა გულიდან ყველა ზრახვები ამოდის ნუ ნელა დავიხვეწებით და კარგია რომ დავიწყეთ ამაზე საუბარი ჩვენ ხო და ანუ ნახე აი ეს ანუ ეს გააზრებულად ითხოვ ოღონდ ამას ხო ითხოვდი აქამდე და გაუაზრებლად ითხოვდი დარწმუნო იმიტომ რომ მეც ეგრე ვითხოვდი და მეც მერე გამეხსნა ანუ მერე რომ ურმე რას ვითხოვდი ანუ ხო ხდები ანუ გააზრებულად რო ითხოვ ანუ ლოცვას რო კითხულობ გააზრებულად თუ არ კითხულობ ანუ ის რეზონირდება ის გააზრებულად კითხულობ და ცრევლები მოგდის ლოცვებს რო კითხ ფსალმუნებს რო კითხულობ აბა დიდება უფალი რა კარგია რომ გააზრებულად ოღონდ რუსულ სლავურმა ენამ გამიკეთა ეგ წარმოგიდგენია ტირი ვარ და იმიტომ მყავს რევლი ესმის ხალხს სულიერება ჩემი სლავურ ენაზე წმინდა გულს ხედავენ და წმინდა გულს რო ხედავენ მაგისკენ მოიხწოიან მიხდი რა ვიცი ჩვენ რომელია მაგაში ძლიერი უფრო რასო შეიძლება წმინდა გულს მაგის ეხლა რა გითხარი მე შენ ნახე სული არის წრფელი ანუ სულის მისია არის წრფელი რო იყოს და გულის მისია არის რომ იყოს წმინდა და ჩვენ ეს გვაგარეული აი კარგად ჩაწვდი რა რასაც ნელა ჩავწვევი ასე იოლას ცოტა კარგია რომ ვიწყებთ ახლა საუბარს მადლობა უფარს რომ ვიწყებთ საუბარს ნელა მომიწევს ცოტა გული ანუ დაიმახსოვრე რომ გული არის წმინდა ნახე ის კი არ ბილწავსო ადამიანსო რაც ჩადისო ანუ გულზეა საუბარი რაც ჩადის რაც შენიდან ამოდისო სიტყვაზეა აქ საუბარი რაც ხო გულიდან ამოსულ სიტყვაზე ო გულიდან ამოსულზე ისიც შეიძლება უცებ წამოგწდეს ეგ კიდე სხვა თემა არის ანუ გულიდან არ წამოგივიდეს მიხვდი აი გულიდან რო წამოგივა ის სიტყვა აი ეს მძიმე სიტყვა აი ცოტა სადავოსაკითხია სული და გული ფლენობაში ერთი და ფლენობაში ორივე ერთი მეორეს სულის ჩვენი ხო მაგ სიტყვებს ნელა მოვერგები მაგ სიტყვები გასაგებია ნახე ერთი მთლიანობა აი როგორც სამება დაუშვათ რა როგორც სამება
სამება ხო არის ერთი მთლიანობა, მაგრამ არის მამა, არის ძე და არის სულიწმინდა, ან სხვადასხვა ჰიპოსტაზები. გამოძრავებს სულიწმინდა. ოღონდ არა, ესე არ არის, ოღონდ ესე არ არის, უყურე, ესე არ არის ის გამოძრავებს თუ ეს ის უპირატესია თუ ეს უპირატესია. აბა საიდან ხარ შენ რო ლაპარაკობ, ეხლა შენ გონია შენ ლაპარაკობ სულიწმინდა გალაპარაკებ, შენ თორე შენ მიწა ხარ. კაი, ეს არაფერი არ არის, მე მიკრობიოლოგი ვარ, ეს არის მიწა ხო, ყველაფერი. შენ სულიწმინდა გალაპარაკებს. არა, უყურე, ეს მიწა შენ უფალმა და ალაპარაკდი მერე და ბიბლიაში წერია სისხლში არის ჩემი სულიო. მე მაცადე ერთი წუთი შენ დაბლახარ ახლა ცოტა და მე მომისმით. ეგ ვიცი რა იცი გავლილი. ეხლა ამომყავ ხარ ჩემთან და მაცადე ჩემ განზომილებაში მომყავ ხარ და წამო. კი ბატონო, კი. მისმინე ყურადღებით, გულის ყურით მისმინე, გულის ყურით. ეს მიწა კი არის, მაგრამ ეს მიწა რო არის, პახოთ დედამიწაც არის ეს. დედამიწა. მარტო მიწა არ არის, დედამიწა არის. დედამიწა. დედამიწა რო არის, ნახე, სულიწმინდა არის დედამიწა. ან სულიწმინდა არის ქალი. დია. ღვთისმშობელი რა, პირობითად უფრო მარტივად რო აგიხსნა. და მამა ღმერთი არის ღმერთი, მამა ღმერთი. და სულიწმინდა არის, იცოდი სულიწმინდა რა იყო? სულიწმინდა ვიცოდი? სამების ჰიპოსტაზი რო არის, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. კი, ხო, ახლა ხო მე ხო გითხარი როგორ ხსნის სულს? კი გითხარი, სული გამოძრავებს ჩვენ და არა, სული კი არ ერთი წუთი მომცინე, ხე? სულიც გამოძრავებს, გულიც გამოძრავებს და ყველაფერი გამოძრავებს. სული არსად არ არის და გული ჩანს. ეს ყველაფერი არის ერთიანობაში და ერთი მთლიანი არის. რა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მარტო სული არა, ყველაფერი ხორცი, ძისი, ხორცი რო ანუ რო ყდები პირობითად და მიწას რო უერთდები, ანუ შენ საწყის ფორმას უერთდები, ხო არსად არ მიდიხარ, ანუ მიწაში ჩადიხარ და მიწა არის დედამიწა. ხორჩება, მერე სული ხორჩება. ერთი წუთი არც ხორცი რა, ხორცი მიწას უერთდება. რო ჩამოგახჩობენო უკიდან გადის, შენი სული არის რატო ამბობენ, თავის ჩამოხშობა არ შეიძლება. არა, ეხლა ხორცზე გელაპარაკები, შენ სულზე ფიქრობ და მე ხორცზე გელაპარაკები. ხორცზე რას ალაპარაკოა, რაში ხორცი დიდად არ მადარდებს. არა, ეგრე, ნახე, აი მანდ ცდები. რას არ გადარდებს, ხორცი არის დედამიწა, ანუ მიწა არის დედა, ანუ ეს არის მიწა და ეს მიწა არის დედამიწა. პირდაპირ გეუბნება, დედამიწა არის. ანუ ნახე, ეს რო ყდება პირობითად და მიწაში რო ჩადის, ანუ დედამიწას უერთდება მერე. ხორცი ხო დედამიწას უერთდება. დია. ანუ შენი ხორცი ხო დედამიწას უერთდება, ანუ დია. ხდება, დედამიწას უერთდება. დია. და ის ჩადის მიწაში, ის გარდაიქმნება, გარდმოიქმნება და მერე სხვა ფორმით ისევ მოგვევლინება. ანუ სხვაირად სხვა ხო? ანუ დიაში ხორცი ჩადის მიწაში და ისევ დედამიწას უერთდება, ანუ საწყის უერთდება. დიახ. ანუ მიხვდი? ხო და აი ეგ როგორი ვარიანტია, იცი, რომ აი წყლის წვეთი რო ჩააგდო ზღვაში. დიახ. ანუ ეგეთი რაღაც არის რა, ეხლა მარტივად რო წარმოიდგინო რა. მიხვდი? ანუ ეს მე ვარ ერთი წყლის წვეთი ამ სხეულით. მე არ ვარ ოღონდ წყლის წვეთი. ეს სხეული არის წყლის წვეთი და ეს წყლის წვეთი ხო წყალია, აქაც წყალია, იქაც წყალია. ხო? ანუ სხვაშიც ხო წყალი იქნება და ისეც ხო წყლის წვეთი, ისედაც ხო წყალია და ერთი წვეთი იქნება თუ 10 წვეთი, ისიც ხო წყალია. დიახ. ხო და ვარ ანუ იმის ნაწილი, იმ ზღვის ნაწილი. და ეს რო ანუ იმას იზავ, ისე ზღვას უერთდები, ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში ყველა ვართ ერთი სხეულის ნაწილი. თავის სულიან, ხორციან
გულია, ფილტვიან, თირკმელიანად ყველა ვართ ერთი სხეულის. მაშინ რატო უყოფთ? მამაზეს და სულიწმინდას არ უნდა გავყოთ, მაშინ არის ერთი უფალი და მეტი არაფერი. ეხა უყურე მამას, ძეს და სულიწმინდას იმიტომ ყოფთ, რომ მაგას თავიდან არ იყოფოდა ვაფშეტა რა. ხო, დიახ, არ იყოფოდა. არ იყოფოდა, ხო. ახქმისთვის შემოიტანა ეთყობა ღმერთმა, რომ უფრო მარტივი ვად ჩავწვდომილიყავით რა მიხვდი ჭეშმარიტებაში რომ უფრო მარტივი ხო უფრო გავკეულიყავით უფრო იოლად ხო ანუ ვერ ვიგებდით რა ვერ ვიგებდით და შეიძლება ხო უფრო რომ იოლად გაგვეგო რომ კარგი უნდა ვაკეთოთ სიკეთე უნდა ვაკეთოთ გაიგე მოგვიყვანა ვითომ ქრისტე რომ თავი მოიკლა ჩვენ გულისა სიყვარულის გულისა და შეხედეთ როგორი ყოფილა თურმე ადამიანი და რამდენი მადლი გააკეთებია სიყვარულმა და თქვენ ისინი ანუ ეხლა ნახე ესე იგი შენი სხეულის მიუღებლობა გაქვს ანუ შენ ფიქრობ რომ ანუ თავარი არის ნახე თავარი არის სული და სხეული არაფერი არ არის შენ ესე ფიქრობ მე ფიქრობ რომ სიკვდილი არ არსებობს ხო, მე გაყოფილი მაქვს ეგ სამად. სულზე ვფიქრობ, სულია მუდმივი. ხო, ეგი მიწაა. და მიწას დედასვატირი. არ შეიძლება, გეხუთონი, მაგარი გოგო ხარ. მიმახვედი, ცოტა ახლა შენ მე მაგის ბოდიში ეხა მოიხადე ბოდიში და შენდობა ითხოვე მაგისთვის. რაზე? ანუ რო ფიქრობდი რომ მიწის დედასვატირეო. ხო, დედა არ შემიგინებია მიწის. დედა მიწას საგინებდი რა ფაქტიურად. ხო, ახლა შენდობას ვთქო უფალო, თუ რაღაცა წამოსა. თქვი, მიდი, ეხა პირდაპირ ვთქო უფალო. შენდობას ვითხოვ აქამდე, რომ ესე ვფიქრობდი. ნახე, ეხა აფიქსირებ, რომ აქამდე ფიქრობდი და აქედან აღარ მადლობა უფალო, რომ მართლა მადლობა უფალო. გამერყვა რაღაცეები გონებაში და ცოტა ფიქრობდი. მეორე სიტყვა სიტყვით, აქამდე რომ ესე ფიქრობდი. აქამდე ესე ვფიქრობდი უფალო მადლობა. რომ ვიდახდი რომ მიწის დედასვატირეო, ამაზე ვითხოვ შენდობას და პატიებას. რომ ვიძახოდიო, მიწა ხარ და მიწათ იქცევი. ამის შენდობას გთხოვ უფალო. და პატიებას. და პატიებას უფალო. არ ყოფილა თლათმასე თურმე ჩემი შეგნება შემეცნებული და მაპატიე უფალო. აჰა და ეხა უყურე ანუ როგორც სულზე ზრუნა ვისე უნდა იზრუნოს სხეულზეც ანუ როგორც სულს უფრთხილდები ხო ცდილობ რომ სული წმინდა იყოს წრფელი იყოს განათებული იყოს ბრწყინავდეს ბზინავდეს ხო ზრუნაო სული ესე უნდა იზრუნოს სხეულზეც იმიტომ რომ ეს სხეული შენი ჭურჭელია. ანუ ღმერთმა ეს სხეული შენ მოგცა როგორც ჭურჭელი. ახლა ვინახავ მაგხრივ კი უფრთხილდები სხეულს, ძალიან უფრთხილდები. ვარჯიში, სპორტები. რა გაკეთე ესე აკოცე შენ თავს? ეს აკოცე და უთხარი მიყვარხარ. ახლა მაიკა რამას რა აზრი აქვს ამის კოსინას? სადაც გინდა. მიყვარხარ ყოველთვის მიყვარდი და მაგარი რაღაცა ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები კი სარკეში მიყვარდა ადრე პრანჭვა ხო ოჩა ეხაც გაიპრანჭა ხოლმე ეს სარკეში ახლა მინდა მოცილება სარკის საერთოდ საერთოდ აღარ მინდა რომ კონდეს საერთოდ სარკე აღარ მაინტერესებს სარკე არის პორტალი ანუ შენ თავს აღიქვა რა კარგად მენდო არ გინდა სარკე საერთოდ დიდება უფალს ღმერთი ხარ შენ ერთი წუთი მომისმინე გეხუტუნე კი და რა თქმა სარკე მით უმეტეს შენ გეხუტუნა რა ანუ რაც გინდა იცი სარკე არის პორტალი რა ანუ ნახე პორტალი რას ნიშნავს რომ ანუ ანუ გაპორტალებს რა უფრო ანუ კარგი მაგაზე მე ვიმასნათ ხო და ნახე სარკეში და თქვენი სახელი რა არის ირაკლი სასიამოვნო ისა რა ქვია სარკეში რომ დადგები ესე უთხარი მოეფერე კიდე რაც ირაკლი რა ლამესიხარ კარგი როგორი საყვარელი ხარ როგორ მიყვარ ხარ
არა მესმერო კარგი დავფიქრდები მაგაზე მადლობა უფალო ძალიან საინტერესო გამოგვივიდა იმიტომ რომ მაინც ხო გეუბნები მე კი ახლა კი ურსულდებოდი მაგრამ სამათ არ უნდა დავყოთ ჩვენა ვართ ყველაფერი თავი და ბოლო და ყველაფერი ანი და ჰოე არა ნახე ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი ანუ სულია ხორცია გონება არის გულია ეს ყველაფერი ანუ ცალ-ცალკე ავტონომიებია ასე ვთქვათ მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი მთლიანობაა რაკო დიდება უფალს ჩემოდაო რა კარგად გვაერთიანებს უფალი ოღონ ვივარგოთ იქნება და იქნება რამე გუდიში მივქარი ახლა მე არ უნდა მისკომ ასე უნდა გქონდეს ჰარმონია ანუ ნახე მთლიანად ყველაფერში უნდა გქონდეს ჰარმონია ანუ ნახე შენი ანუ როგორც სულს იღებ ისე სხეულს უნდა იღებდე ანუ ჰარმონიული გარემო უნდა გქონდეს მთლიანად შენ ანუ შენი გონება შენ გულთან უნდა იყოს ჰარმონიულად შენი სული შენ სხეულთან უნდა იყოს ჰარმონიულად ნახე ახლა როგორ გელაპარაკები ეხა გელაპარაკები მომავალში და ეხლა დაგელაპარაკები აწმყოში ეხა უყურე შენი სული და შენი სხეული ერთმანეთთან არის ჰარმონიულად შენი გონება და შენი გული ერთმანეთში არის ჰარმონიული ეხლა შენ უბრალოდ ადექი და მადლობა მოიხადე რომ შენ მთელ სხეულში, გონებაში, გულში, სულში, თირკმელში, ფილტვებში, ნაწლავებში, რავი, ყველგან არის ჰარმონია და არის სიმშვიდე. ჰარმონია არის, ანუ ქრისტეს ღმერთის ჰარმონია სუფევს შენში, ამისთვის მოიხადე მადლობა ღმერთო მთლიანი ღმერთმა რაღაცა დაგვაბრკოლა რაღაცა ღმერთმა დაველოდოთ ცოტა დაგვაბრკოლა ცოტა ღმერთმა შენ ჩაგაფიქრა რაღაცაზე ისა რა ქვია მომისნა ესე თქვი ახლა მადლობა ღმერთო მადლობა ღმერთო რომ ჩემ ფიზიკურ ჩემ ასტრალურ და ჩემ მენტალურ ველში და სხეულში სუფევს ჰარმონია თქვი ნუ გეშინია თქვი არა თქვი სიტყვების მნიშვნელობა აქვს ახლა რა გაიგე სუფევს ჰარმონია მადლობა უფალო ამ ბედნიერი განცდისთვის მადლობა უფალო ამ ბედნიერი ნამდვილად ბედნიერი განცდისთვის ბედნიერი ვარ ეხლა აი ამ ჩვენი საუბრით ძალიან უფალო და მადლობა რომ ასე გამახარე შენ მე დღეს უფალო მადლობა ხო და რა უნდა მეთქვა კიდე ჩვენ საუბრობდით იმაზე მე ან შენ ცები ეს მე უკვე დავიღალე მე რა უნდა გავაგზავნოთ თორე ძალიან შევისვენოთ არაჯობებს ბევრი ვარ ვილაპარაკოთ და მე რასაკიდა დავირეკე კიდე მოიცადე ის მითხარი ერთი წუთი აბალატო და მე გამოგიგზავნე შენ ჩემი YouTube-ის გვერდი შენი ხო ნახე ისა რა ქვია შენი დაბადების თარიღი მითხარი რატო დაიღალი აბა რომ ნახო დაბადების თარიღი მითხარი მე შენია მოდი მე რეგე ოპა რასი 1-9-7-1 ბოდიში 1-9-7 არა ის მითხარი დღე მითხარი დღე
29 მერე თვე აგვისტო აგვისტოარი მერე ო ლობი ხარ არა 1000 ზუ ვარ ქალწული ვარ 29 იმას ბოლოში ქალწული ხარ იმიტომ მე არ გამიკვირდა რატო ეშინიათ გოლომებს არ ეშინიათ 1900 რამ არის 11 71 დიახ ეხა ვნახოთ შენი ენერგიები რატო დაიღალე საერთოდ მე ვარ ენერგიის დონორი ვარ რა ენერგიის და ანუ რამე რო იყოს დამიკავშირდი ეგრევე გამიგიგზავნი ენერგიებს მაგრამ ეხლა ეს დაღლა ეხლა სხვა არის ეხლა სხვანაირ ეს დაღლა ვარ სხვათა შორის რო იცოდე და ცოტა ხერხემალი მეტკინა და ხო გირა სავარჯიშო იმაზე ვზივარ და ცოტა დავიღალე ასე შევიდე უკვე 40-ზე მეტი ამზიმა კირაზე ვარ აგერ გასწორდი მე გადმოდი და სხვა გადაჭი ფეხზე უნდა ავგე მაშინ ხო და კარგი აგერ გადავიტან მაშინ მაგრამ ბევრი ლაპარაკი მაინც მეგონი უკვე ერთ საათამდე ვილაპარაკოთ მოვისმინე კომფორტულად ჩაჯექი ანუ კრესლოში ჩაჯექი ახლა კომფორტ არ მიყვარს ადამიანთან საუბარი და კრესლოში ჯდომა და ვინა ვარ ასე რო ვაკადრო ჩემთან არა ერთი წუთი მერიდება ადამიანთან მიყვარს ფეხზე დგომით ლაპარაკი ან უფრო ამდაგვარად მოიცა მეც ვზივარ და მე თუ ფეხზე დავდგები ხო აწი დაგოგიწევს დადგო ვიდი ახლა ჩაჯექი კრესლოში კარგად თავადურად მე ფურად და ისე დამილაპარაკე ცხენია არა უშავს ცხენოდეს და ისე ვარ ისე კრესლოში კი ან კომფორტულად ვარ კი მაპატიოს უფალმა ხო რა უნდა გაპატიოს კომფორტულად როძი ხარ ხო რაღაც არ ვარ ღირსი მაგისიც ხო გაკეთია არა ჩვენი შვილები ერთი მოპარენ ხალხს ვერ უყურებ რა დღეში აქვეყანა და ღმერთს იცი რა უყვარს ღმერთს იცი რა უყვარს ღმერთს რა უყვარს და სიყვარული უყვარს ხო სიყვარული რა ანუ სიყვარული ტანჯვა არ არის სიყვარული კომფორტულად რო ხარ კარგად რო ხარ ლაღად რო ხარ ბედნიერად რო გრძნობ თავს ეგ არის სიყვარული შენი სიყვარული სხვა თვალებს რა უყო მაშინ თვალები უნდა დავითხოვრო მე ხო იცი მე თითი მაქვს მოჭრილი არა ახლა ეგ ჩვენ თავიდან რაზეც დავიწყეთ საუბარი თავიდან რაზეც დავიწყეთ ანუ სიტყვაზე რო დავიწყეთ ნახე სიტყვაში არის თვითონ ახლართული და დახლართული ისე რაღაცეები რომ ანუ ნახე რაღაც შეპარული შემალული ჩამალული ანუ ნახე რო გაგზარდეს ესე ჩაგვიდეს და ჩაგვინერგეს რომ თურმე სიყვარული არის ტანჯვა და სიყვარული არის ისა რა ქვია წვალება და ოჯახი არის ისა რა ქვია ბირთი და ოჯახი არის ხლამი და გახსოვს ესეთი სიტყვები? კი, გაგონილი მაქვს. ხო, ანუ ოჯახი არავითარი ხლამი და არავითარი ტვირთი არ არის. შენ თუ ოჯახი ხლამად და ტვირთად გაწევს ზურგზე, ესე იგი შენში სიყვარული არ არის. დიახ, რა თქმა უნდა. სიყვარული არ არის შენში და იმიტომ არის შენთვის ოჯახი ხლამი და ოჯახი ტვირთი, რომ შენში სიყვარული არ არის. თორე შენში თუ სიყვარული არის, ეს სიყვარული გაძლევს იმხელა ძალას, ენერგიას, უნარს, რომ ეს ტვირთი კი არ იყოს. ეს იყო შენთვის სიხარული და ბედნიერება. მიხვდი? დიახ, კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ანუ სიყვარული თავის არსში მოიაზრებს, რომ უნდა იყო ბედნიერი, გახარებული, ლაღი, არხეინი, იცინოდე კიდევაც, იღიმოდე კიდევაც, თუ გეტირება იტირო კიდევაც, ეგეც არ არის ის პრობლემა, მაგრამ იდეაში უნდა იყო ბედნიერი. დიახ. ანუ სიყვარული ეგ არის. დიახ. და ეს შეხედულება რაღაცნაირად აღზრდის პროცესში დაგვიმახინჯებს.
ხო და უნდა გავასწოროთ მახინჯობები მე ძალიან მაწუხებს შვილების მომავალი ძალიან მაწუხებს და მინდა იქება მაგენის მასე მოვიყვან ერთი წუთი ნახე ღმერთმა როცა შენ გაგაჩინა იცი რა გითხრა უარყავ ვინ რომ მივიდნენ იქ და რო უთხრეს რო ვინ არისო დედა შენიო ვინ არისო მამა შენიო სახარება გეცოდინება კარგად და ვინ არიანო ქრისტე რო დედა შენიო მამა შენიო ხო კი აგერო ვინც ასიანო ესენი არიანო ჩემი დებიცო და ძმებიცო დიახ და მე ანუ ნახე რაკნა მე ნახე რა სიძახის ესეთ რაღაცა სიძახის რო შეიცან თავი შენიო ანუ შენი მთავარი დანიშნულება და ამოცანა არის ის რომ გენიოსა შენ შეიცნოთ შენი თავი აი შენ რო შეიცნობ შენ თავს და შენ რო შენ თავს წარმართავ და გადაიყვან და ნელ-ნელა თუ ჩქარ-ჩქარა თუ როგორც იქნება სწრაფ-სწრაფად წაიყვანი ჭეშმარიტების გზაზე ხან სირბილით ხან რა ვიცი მე ცუკ-ცუკით ხან ჭეშმარიტ გზაზე რო ატარე ეს პროცესი იმდენად თვალსაჩინოა ეს პროცესი თვითონ რომ ამას დაინახავს შენ გარშემო ყველა მიხდი ოღონდ შენ დაანებე დანარჩენი აი იმის გადაკეთება მინდა ამის გადაკეთება ის მინდა ეს არა პირველი დანიშნულება პირველი ამოცანა უნდა იყოს საკუთარი თავზე ზრუნვა ანუ შენ უნდა იზრუნო შენ თავზე და შენ რო შენ თავს გადაარჩენ შენს გარშემო 10,000-ობით გადარჩენ მიხდი დიახ როგორ არის ეხლა ის ჩემი შეყვარებული მირეკავს და დაგირეკავთ კარგი მეთქი ხარავდეს გაიხარე ღმერთი არავდეს კი არა მადლობა აბა გაიხარეს არ შეიძლება მაშინ თუ შეიძლება გაიხარეს ხო შენს რომ მითხარი გახარებული ხარ გახარება სულის არის ეხაც გახარებული ხარ და შემდგომშიც უნდა გახარებული იყო სულ პირველი გაკვეთილისთვის არა უშავს